მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ ძალიან დიდი პრობლემები შემექნა. ძალიან დიდი არა, მაგრამ შემექნა რა. ფანჯარა მქონდა გატეხილი, კიდე გადაყდა უფრო და speed limit-ი მქონდა 68-ზე დაყენებული. თავიდან და მე გადავცვალე 91 და ეხა კიდე თავისით დაყენდა 68-ზე update-ი გავუკეთე და ჩამოვედი რომ speed limit-ი გავაკეთე. ამათ ამეთქოს რა გადაგვიღოთ, მაგრამ ცოტა გადავიღოთ. ხო და უნდა შევცვალო ეხა შუშა speed limit-საც ჩავხსნი და კიდე რაღაცებიც უნდა გადავიღო რა. მოკლედ ისინი ესე აკეთებენ რაღაცებს, ცოტა სვლიან, ცოტა ტექნიკურად გადავიღოთ და შევცვლი მოკლედ და დავუშვები. წავალ ხვალ მაქვს delivery და ამ შაბათ-კვირით ბოლოს კიდე ჩამოვარ. ესეთი მაქვს შესასვლელი, რაღაცა ახალი დუგები მაქვს და საყენებელი, ქართველს აქვს და იქამდეც ჩამოვა დუგები და ყველაფერი და იმედია all good იქნება ყველაფერი. მაშინ გახედეთ ეხლა რა ხდება. მოიხსნა სულ ყველაფერი ამ ცლიანი ფანჯარა და გააკეთებ რა. ეს არის ახალი და რაც ეყენაო, ისაც ძველი იყო რა, მოკლედ და ძველი კი არა, შესრული იყო, ორიგინალი არ იყო და დავაყენებთ ხა. ეს არის სახეს გამოჩენა არ უნდათ. ეს ღირს $380, ანუ $400 რა. ეგ არის მოკლედ. ხამალი მორჩებიან და ეგ არის ჩაყენებულია რა. ძალიან ადვილია Volvo-ზე. ერთ შემანქანას აქვს ის სენსორი და სენსორიანი $380 მაგიტოვებს და სენსორი თუ არა აქვსო, ბევრად იაფებს. ეხა გადავალ იქიდან ბიჭებთან. იმასაც შევაცვლევ. დავაგანებ და იგაში. speed limit და ეგ არის. ეგ არის შეცვალეს მოკლედ ძალიან კარგად და განეს ძალიან სწრაფად 15-20 დაჭირდათ. $380 ეღირდა და $400 ჩაურიცხე. თან მელოდნენ თან კიდე ლერების ნიშნად $400 დამიჯდა მოკლედ და რო გავალ კოინები მაქვს იმაზე რა ქვია TikTok-ზე მაქვს კოინები და ლომის კოინები მაქვს TA-ზე და შუშის აწმედებს დავაყენებ ახლებს მიშელინებს. ესენი არ მომიწონა ორი საწმედიანი და ეხა გადავალ შაფში ბედია ეცლებათ და გავაკეთებ speed limit-ს თუ არა და სხვაგან წავალ, სხვაგან გავაკეთებ. ეგ არის მოკლედ ძალიან კაი არის. ძალიან შვენი არის, ძალიან დავისვენებ. PlayStation-ზე მაგრამ მე შინოდა ხოლმე შესწეს, იმიტომ რომ შუშები მქონდა ხოლმე. გახეული და მოკლედ ეგ არის. მადლობა ძალიან დიდი ამას. და ნომერსაც მიუთითებ, რაც თუ დაგამოგადგათ. დაურეკეთ, ყველ გამოვლენ ნიუ-ჯერსში. ალბათ დიდი ალბათობით პენსილვანიაში ჩამოვლენ. წავედი მოკლედ. ეხლა მიხარები შეცვალე. არა. ჯერ დაგაული რა არის? დაგაული რა არის? კომენტი. ინვოისის თანხას. ხო. თანხასთან. minus $200-ში. ხო. აუ. კაი პასაკება ჩემს. 20-იან პასაკებას გიგეცები. 20-იან. 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 აუ. 20-იანი პასაკება. მითხარები შეცვალე. კაბელი და ზეთი შეიცვალა ტიპიზაცით. უკანაური კაბუშკა. სული წერტიფიკაცია და გაუშვები შემოწმება. და ერთი საბურავი კარგი. ოკეი, ტრაილის საბურავი ისი გამოგზავნილი $100 $100 პლუს ზეთი $600 იქნება. $600 პლუს ის რა ქვია კლაპნები ექშენი $300 მიმართ კაი $950 თქვა. პადუშკების შესვლა იყოს ცალი პადუშკა $150. Короче, სულ არის $1450. რამდენი საათი? ჩემი რა. ეხლა მას გამოვაკეთე 20%. რა გინდოდა? რა გინდოდა? აი, არ მინდა რა ხელი გამო.
Piti. ბარათი. კაი, არა. მოდი ჩემს დავთვალოთ. შეიძლება მე იქ გახდეს. ბაკი ლუის. არგოზეში მაშინ მე. მანქანასაც გავაკეთეთ არ გეუნებით მაგას. და კაი მინუსებში თქვა ის. მაგრამ მაინც ყველა მიხვდება. სადაც გეხდება მოგესალმებით შუშა რო დავაყენე. შუშა დავაყენე წინა კვირას. ეხა მანქანა შაპში მყავს დატოვებული. ჩამოვიდი ცოტა დასვენებით რომ მანქანა გავაკეთო, ზეთი შეუსვავ და რაღაცები გავაკეთო და მოკლედ დუგის დაყენება მინდოდა რაც მანქანა მყავს. ხო და X guard-ი ღირს ძალიან ძვირი. ეხა რა დუგსაც განახეთ, ეგეთი დუგები არის $2400 და ის ზუსტად არ ვიცი ბრეკეტები დასამაგრებელი შედის თუ არა $2400 და ნუ მოკლედ განახებთ რა როგორ არის. ეხა როგორ არის? ეს აქეთკენ რაც არის. აქეთკენ ეს დუგები არის პლასმასის გარეშე და ეს დუგები რაც არის აქეთკენ ესენი არის პლასმასით. მოვედი ერთის გავახსნევინე და მეორეც გავახსნევინე. ტელეფონის ნომერს დავწერ სადმე რა, ან აქეთკენ სადმე დავწერ და ჩაიწერეთ მოკლედ და დამონტაჟების დროსაც იმას ვიზავ რა ქვია. დავწერ ნომერს. ხო და მოკლედ ორივე გავახსნევინე რა. და ეხლა განახებთ გარედან როგორები არის. გარედან არის ესეთები. აი ანალოგიური X guard-ები არის. ერთის იგივე ზომა არის. და იგივე ფორმა არის და ესაც იგივე ზომა და იგივე ფორმა არის. პროსტა ამას შეხედეთ ეს რაღაცა ეს არის მარტო რკინა და ამატოვად არის შეღებილი ეს. ეგრე არის შეღებილი. ხო და ეს კიდე არის ის რა ქვია რეზინი რა. ხო და რეზინით არის გაკეთებული. მე ვარჩი ეს რეზინი. ხო, კიდე რა არის? კიდე ერთი კაი რაღაცა არის რომ იმ თემაში მოვედი რომ YouTube-ზე უნდა გადამეღო ვიდეო და YouTube-ზე უნდა დამედო. ხო და ესეთი შემოთავაზება წამოვიდა. და ფასტაკლება წამოვიდა ესეთი რომ ჩემი სახელით თუ მოხვალთ ეს X guard-ი ნაირი ზუსტად რაც არის ანალოგიური. ეს მატოვი ღირს $1700. ეს მატოვი რა. მე რაც უნდა დავაყენო. ესენი არის Volvo-ს ბრეკეტები. Volvo-ზე და Freightliner-ზე დგება ერთი და იგივე, ოღონდ ბრეკეტები აქვს სხვადასხვანაირი რა. აი Freightliner-ს ესეთი ბრეკეტები აქვს და ძალიან მარტივად დგება. Volvo-ზე ოდნავ ჩალისში ჭირდება და ჩალისიც უჭირდება, ვიჩალისებ და გავაკეთებ. ძალიან მარტივია რა, ვიდეოები ვნახე და ძალიან მარტივია გაკეთება. ხო, მოკლედ $1700 ღირს ეს რეზინით. და რეზინის გარეშე მატოვში შეღებილი ღირს $1300. მაგრამ ჩემი სახელით თუ მობრძანდებით, ამას წაიღებთ $1600-ში და ამას წაიღებთ $1200-ში. თავის ბრეკეტებით. პროსტა დამონტაჟება ამ ფულში არ შედის და იდეაში ძალიან მარტივი არის ამის დამონტაჟება რა. კიდე აქვს ამას საბუქსირეები. ესენი რო გავუკეთებ, ეს საბუქსირეებიც ამას რო გააკეთებ, კაროჩე ეს საბუქსირეებიც აქვს. რო დაამონტაჟებ რა, ძალიან მარტივად კეთდება. ესენიც მაგრა დამევასა ეს ჩამკეტებით. ეს ჩამკეტები აქვს მაგარი ხარისხი, ძალიან კაი სქელი ხარისხია და არ გაფუჭდება და ხოძე იქნება ძალიან დიდი ხანი. ხო და ესაც იმაში არის, რეზინაში არის ჩამზარი და მოკლედ ეს დამევასა მე მაგრად, აი ძალიან მაგრად დამევასა ეს რომელიც არის და ესაც ზუსტად იგივე ანალოგიური არის. პროსტა ამაში ის არ არის და რეზინა არ არის. და ამასაც იგივენაირად ბრეკეტები აქვს. ზუსტად იგივენაირად გადმოშლი ჩვეულებრივად რა. აქედან ესე ჩამკეტები აქვს. ამით გამოწევ ჩამოშლ. ეს არის Freightliner-ის სამაგრი და Freightliner-ზე ძალიან მარტივად დგება. ეს შედის და ის ბოლტები ეჭირება და ამ ბოლტებით ამაგრებ მე დუგს რა. მოკლედ ძალიან მარტივია. ეხა ჩემ მანქანაზე არ მომუშავებს. გაბარიტები პატარა მანქანაზე და რამენერეთ უნდა წავიყო ეხა ეს დუგი. ამას ავიტან ტრეილერში დავტოვებ და ხვალ შაბათს ჩამოვალ და
ჩემით დავამონტაჟებ რა. ამ ბიჭები გამოყვებიან, დიდი ალბათობით ბიჭები გამოყვებიან და დავამონტაჟებინებენ. მარტო ვერც გავაკეთებ მე. მოკლედ ეს არის. ტელეფონის ნომერს დაგიწერთ. ანახეთკენ აღწერაში ჩავსვავ ტელეფონის ნომერს. ხო და დაურეკეთ რა და თუ დაურეკავთ არ დაგავიწყდეთ რომ ჩემი სახელით დაურეკავთ და უთხრათ რომ თემოსგან გირეკავთ და $100 დისკაუნტი გექნებათ რა. წარმატებები და ხვალ შემოგიერთებით როგორ ვაყენებ, რას ვაკეთებ და როგორ უნდა გავაკეთო ყველაფერი რა. მარაკში არის ბრეკეტების მარაკში არის. ესენი არის ბრეკეტები. ეს ვოლოს ბრეკეტებია და ესენი ფრეილაინერის ბრეკეტებია. მარაკში არის ბრეკეტებიც და სამაგრებლებიც და დუგების იმინა ხოდზე არის, ამდენი დუგი არის ყواسთან. просто ამდენი აქვს და ცოტა ხანში უფრო მეტ შემოიტანი და ცოტა ხანში უფრო მეტი იქნება რა. ჯერჯერობით გეყოფა. ყველას გეყოფათ. მოკლედ ეს არის ეს შემოგიერთებით ხვალიდან. თავში მაგრა დავიღალე. ერთი მხარე დავაყენე და ეხლა მეორე მხარესაც ვაყენებ. ეს გამოვაყოფინე აქ და ეხლა მეორე მხარესაც უნდა გამოვაყოფინე, просто მაგარი ძნელია და ძალიან ბევრი რაღაცებია დასაშლელი, ყველაფერი არის თითქმის. დასაშლელი აქეთკენ. ეხლა იქითკენ განახეთ რეები უნდა მოხსნა. ვოკალეთ ეს სამი რაღაცაა მოსახსნელი, ეს ორი, კიდე სადა, იქითკენაც ორი არის, აი აქ ორია, ეგ ორია მოსახსნელი, ეს 4 ცალი არის, просто ძალიან ცუდად არის, ცუდად დგას და ძალიან ცუდი მოსახსნელებია. იმ მოხსნი ხა და თან კიდე განახეთ რა. დამღალა მაგარადმე. შეოსა იქითკენ აი პახმელია და კაბადება. ყოველ 15 წუთში ხა გამოდის და მეუნეო დავიღალე და წავიდეო და არ მის. აი სახში წასვლა შეზარება. ერთედი რაც დაგვემთხა და რაც კაი არის. კარგი ამინდია. ეგ არის გამოვაზრე ეს. და ამის მაგივრად გქნება ეს. ხმა დავაყენო ეს. კაი ჩანკეტი ქონდეს. ორი ცალი ჩანკეტი ექნება. კარგი ბეჭო რა თავბრ დამახვიე შერაღაი. ესენს დავაყენე. დავალა. დუქს მივაყენებ და ნახოთ როგორი გამოვა. წავოდი მოკლედ და მივაყენებ ხა დუქს. ჩემი აზრით მოვხვდა ძალიან მაგარია რა მე მომწონს სეგეიფუ არის და ჯიგრული არის კარგად გასცან მოგესალმებით
ოკეი. მიდიათ მოგზანდეთ, დაგტვირთავთ 10%-ში დრაივენი გინდა, ფლეტბედი გინდა, მაცივარი გინდა, შერა გინდა, სულოგულო იხარე, ყველაფერზე დაგტვირთავთ არ იქნება არანაირი პრობლემა. შეგვეხმიანეთ, კაი კომპანია არის, PlayStation-ზე საერთოდ არ გვაქვს პრობლემა. დავდივართ ჯიგრულად საკაიფოთ. PlayStation-ებს არ შევყავართ და მოკლედ კაი კომპანია და შეგვეხმიანეთ. სულ ეს იყო ჩემი ვიდეო, გავწყდი წელში. ჩემი ერთ მოვუხდა და ძალიან ლამაზიც არის. კაია ძალიან. წავედი მოკლედ. გამოიწერეთ ჩემი არხი.